ბევრი ადამიანი სვამს ამ შეკითხვას და ბევრი სხვადასხვა პასუხს იღებს, ამიტომ დღეს ავხსნერ თუ რამდენი წლის იყო აიშა. ბევრს მოყავს ეს ჰადისი აიშას ასაკისთვის მტკიცებულებად. ავხსნი თუ რატომ არის ეს ასაკი მსგავსად აღწერილი. ადრეულ დროით ასაკი განსხვავებულად ითვლებოდა. ანუ გარდატეხის ასაკიდან ითვლიდნენ წლებს. მაგალითი აქ არის მოცემული, შეგიძლიათ ამაზეც მოიძიოთ ინფორმაცია. ეხლა კი რამდენი წლის იყო ჰაზრეთ აიშა? როგორც ნახსენებია ჰაზრეთ აბუ ბაქარს პირველი ქალიშვილი. ესმა შეეძინა 595 წელს. აქვე კარგად არის წლები და ასაკი აღნიშნული, მაგრამ ვიცი ბევრი მაინც ვერ გაიგებს, ამიტომ უკეთესად ავხსნი. ჰადისებიდან გამომდინარე ესმა აიშაზე 10 წლით უფროსი იყო. თუ ესმა დაიბადა 595 წელს, გამოდის რომ აიშა დაიბადა 605 წელს. წყაროებიდან გამომდინარე ჰაზრეთ მუჰამედ ალეიჰი ვესელემს და ჰაზრეთ აიშას ქორწინება შედგა 624 წელს. თუ დაიბადა 605 წელს და ქორწინება შედგა 624 წელს, გამოდის რომ აიშა ამ დროისთვის იმყოფებოდა 19 წლის. დაუბრუნდეთ ჰადისს. რატომ არის 9 წელი აღნიშნული ჰადისში? როგორც წავიკითხეთ, ასაკი ითვლებოდა გარდატეხის ასაკიდან. ანუ როდესაც აიშამ 10 წელს მიაღწია, შემდეგ დაიწყო მისი ასაკის დათვლა. როცა ის 19 წლის იყო და ქორწინება შედგა, ჰადისში ჩაიწერა 9 წელი, რადგან ეს 9 წელი გარდატეხის ასაკიდან იყო დათვლილი. საჰიჰ ელ-ბუხარი 476 ჰადისში თავად აიშა გადმოგცემს, რომ გარდატეხის ასაკზე მიღწეული ჰქონდა. ამ ჰადისში კი ამბობს, რომ აიშამ ფეიღამბერ მუჰამედს თავი დაადო მხარზე. თუ კარგად დაფიქრდებით, არ ამგონია 9 წლის გოგოს ეს შეეძლოს. ამ ჰადისში კი ამბობს აიშა, რომ მათ არჩევანი ჰქონდათ და თავად აირჩიეს ფეიღამბერ მუჰამედი. ამიტომ ასაკი და ყველაფერი კარგადაა აღწერილი, თუ კარგად ჩაეძიები და პასუხს იპოვი.